მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მოდით ვნახოთ რას ფიქრობს ჩაფიქრებული პიროვნება შენთან დაკავშირებით. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ შენთან მოსვლა და შენთან ურთიერთობა შეუძლებელია იმ ფორმატით, რომელითაც ეს ადამიანი მოდიოდა ადრე და თუ მას უნდა შენთან ურთიერთობა და უნდა რომ შენს გვერდით იყოს, ამისთვის მნიშვნელოვანია რომ მოვიდეს სერიოზული შემოთავაზებებით, იმიტომ რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც აღარ იღებს ზედაპირულ ურთიერთობებს, აღარ არის თანახმა მინიმუმზე, აღარ აქვს დაბალი სტანდარტები და თუ შენს გვერდით უნდა მას სჭირდება უფრო მეტად გაიზარდოს არა მარტო შინაგანად, არამედ ფინანსური და მატერიალური კუთხითაც მან უნდა შეძლოს, რომ უფრო მეტი შემოგთავაზოს. ასევე ეს ადამიანი ფიქრობს, რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც იმყოფება შინაგან ბალანსში, თავს გრძნობს ძალიან კარგად, ინტეგრირებულია თავის ფემინურ ენერგიებთან და შესაბამისად გვერდით გჭირდება თანასწორი პარტნიორი. შენ ხარ ადამიანი, რომელსაც არ სჭირდება, ასე ვთქვათ, ისეთი ურთიერთობა, სადაც არის ტრადიციული როლები გადანაწილებული, რომ მამაკაცი მაგალითად უნდა იყოს წამყვანი ურთიერთობაში, ლიდერი უნდა იყოს და ხალი რაღაც თავმდაბალი და უნდა მიყვებოდეს მამაკაც, არამედ პირიქით. შენ გჭირდება, რომ ყველაფერი თანაბრად იყოს ურთიერთობაში გადანაწილებული და მხოლოდ ამ შემთხვევაში დათანხმდები ურთიერთობას. ეს არის ამ ადამიანის ფიქრები. მოდი ვნახოთ მისი გრძნობები, რას გრძნობს ეს ადამიანი შენთან მიმართებაში. გრძნობებში ეს ადამიანი საკმაოდ იმედგაცრუებული იყო იმ წარსული გამოცდილებებით, რაც მას ჰქონდა. ეს ადამიანი შენგან, როდესაც წავიდა, მას ჰქონდა ძალიან, ასე ვთქვათ, ძლიერი და მაღალი ეგო და თავდაჯერებულობა. მაგრამ ძალიან გაუცრუდა იმედები, რადგან შეიმჩნია, რომ ყველა ისე არ აფასებს მას, როგორც წარმოედგინა, რომ უნდა დაეფასებინათ. ყველა ისე არ სცემს პატივს, ყველასთვის ისე მნიშვნელოვანი არ არის და ყველა არ ადგავს მოკლედ თავზე გვერგვინს და ამ ყველაფერს იღებდა შენგან და მხოლოდ შენს გვერდით გრძნობდა ეს ადამიანი, აი ესე თავს გრძნობდა იმპერატორად და სხვა ადამიანებმა და ამ შემთხვევაში ქალბატონებმა რომელთან ურთიერთობაც მას სცადა, მას დაანახეს მისი საკუთარი თავი თუ როგორია სინამდვილეში. ამ ადამიანს ყველა ისე არ ადგავდა თავზე გვერგვინს, როგორც შენ. ყველა ისე განსაკუთრებულად არ ეპრობოდა, ვერ ხედავდა მასში პოტენციალს, ვერ ხედავდა იმ დიდებულებას, რომელიც მასშია, ხო? და ამ ადამიანმა ამით გაიაზრა, რომ სინამდვილეში ის კი არ არის განსაკუთრებული, არამედ შენ ხარ განსაკუთრებული, იმიტომ რომ შენ ხარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია სხვა ადამიანებში დაინახოს სიკეთე, დაინახოს სილამაზე, დაინახოს შესაძლებლობები და არა მარტო დაინახოს, არამედ მისცეს კიდეც мотиваცია ადამიანებს, რომ ამ ყველაფერს მიაღწიონ. და შენ იყავი ის ძალა, რომელიც ამ ადამიანს წინსვლაში ეხმარებოდა და მან ეს ყველაფერი გააცნობიერა. ნახოთ კიდევ ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ, რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი. ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ ეს ადამიანი მიხვდა, ჯერ კიდევ ისტორიას გვიყვება ტარო და ჯერ არ გვესაუბრება მოქმედებებზე, არამედ ეს არის მაინც წარსულის ენერგიები, იმიტომ რომ ეს ადამიანი ჯერ კიდევ რაღაცების გაცნობიერების ეტაპზეა და არა მოქმედებების. მან გააცნობიერა, რომ ვერ დაგინახა და ვერ დაგაფასა თვითონ ისე როგორც საჭირო იყო. შენ კი ხედავდი მას, შენ კი ხედავდი მის პოტენციალს, მაგრამ თვითონ ამ ყველაფერს არ აკეთებდა, ის ვერ ხედავდა შენში იმ ძალას, იმ ცოდნას, იმ ინტუიციას, იმ სიღრმეს, რომელიც შენ გაგაჩნია, იმიტომ რომ შენ ხარ ადამიანი, რომელიც არის ძალიან ინტელექტუალური, ძალიან განსწავლული და ძალიან ბევრი ცოდნები გაქვს, რომლის საშუალებითაც შენ
გადიხარ იმ გზებზე, სადაც სხვა ადამიანები უბრალოდ ნებდებიან. შენ შეგიძლია შენი ცოდნით ისეთი დაბრკოლებების გადალახვა, სადაც ადამიანები იკარგებიან, სადაც ადამიანები შინაგანად, ასე ვთქვათ, ინგრევიან, მაგრამ შენი ცოდნა ყოველთვის გეხმარება წინსვლაში და ყოველთვის გამოყავხარ ამ ცოდნას რთული სიტუაციებიდან და ამ ადამიანმა თავის დროს ეს ცოდნა არ დააფასა. შესაძლოა შენ ასევე ცხოვრებაში გავლილი გაქვს ძალიან რთული პერიოდი, დეპრესია, შინაგანი შფოთვები, უძილობა და შენი ცოდნების დახმარებით შენ ეს ყველაფერი გადალახე და ეს ადამიანი ახლა იწყებს ამ ყველაფრის გაცნობიერებას, რომ რამხელა ძალას ფლობ თურმე, რამხელა ფსიქოლოგიური ცოდნა გაქვს და რომ ეს ყველაფერია ზუსტად ეს ყველაფერი გაძლევს იმის საშუალებას შენ რომ შექმნო ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა და ჯანსაღი გარემო შენს ოჯახში, შენს გარშემო და ეს ყველაფერი აისახება არა მარტო ემოციებზე, არამედ მატერიალურ კეთილდღეობაზეც, ხო? როდესაც შენ ხარ აი ამ ცოდნის ენერგიებში და აი ამ ვიბრაციაში შენ იზიდავ ძალიან დიდ მატერიალურ სიუხვესაც და ამ ადამიანმა გაცნობიერება თუ რამეს მიაღწია ცხოვრებაში, თუ სადღაც წინ წავიდა რაღაცა წარმატებას მიაღწია, სწორედ ამ ენერგიის დამსახურება იყო იმის, რომ შენ გაქვს ძალიან დიდი ცოდნები და ამ ადამიანსაც უბრალოდ შენი ყოფნით ამ ყველაფერს უზიარებდი. და მან დაინახა ეს ყველაფერი პირველ რიგში და აქვს სურვილი, რომ ეს ყველაფერი ისწავლოს, ასე ვთქვათ, შენგან და გაუჩნდა უფრო მეტი დაფასებულობა შენი პიროვნების მიმართ. ნახოთ აბა თუ გადაიკვეთება თქვენი გზები მომავალში და რა გელოდებათ ერთად. ძალიან საინტერესოა. სამყარო აქ ამბობს, რომ არის რაღაცები, რაც თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ გასავლელი ცალ-ცალკე. და ეს გზა აუცილებლად უნდა გაიაროთ და უნდა გაიაროთ სრულყოფილად. არ არის თქვენი გამოცდა დასრულებული და თქვენ ძალიან ბევრი რაღაცა გაქვთ ერთმანეთის შესახებ სასწავლი. და არა მარტო ერთმანეთის შესახებ, არამედ საკუთარი თავის შესახებაც ძალიან ბევრი რაღაცა არის. აქ მიჩვენებს, რომ შენ უნდა გამოხვიდე ისე იმ მდგომარეობიდან, სადაც მუდმივად წარსულს მისტერი, სადაც მუდმივად მოლოდინი გაქვს ამ ადამიანის დაბრუნების, შერიგების და წყვილში რეალიზაციის. ანუ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დაასრულო, იმიტომ რომ სამყარო გებნევას შენ, რომ ჯერ შენ უნდა რეალიზდე როგორც პიროვნება და როცა როგორც პიროვნება რეალიზდები, მერე მოხდება წყვილში რეალიზება და ეს გზა შენს და მასაც ჯერ კიდევ გაქვთ გასავლელი. იმიტომ რომ შენ აბსოლუტურად უნდა შეცვალო შენი ხედვა და გამოხვიდე იმ დაპაუზებული მდგომარეობიდან, რომელშიც ახლა ხარ. შესაძლოა გქონდეს განცდა, რომ შენი ცხოვრება წინ ვერ მიდის, გახარ გაჭედილი, ერთ ადგილას დგახარ და აი ეს ყველაფერი უნდა დაიძრეს და მხოლოდ ამის შემდეგ შემოვა შენ ცხოვრებაში შესაძლებლობა, რომ უკვე წყვილში რეალიზება მოახდინო. რაც შეეხება ამ ადამიანს აქვს სასწავლი, შენ კი ბატონო დაგინახა და გაფასა და ძალიან კარგია, მაგრამ ამ ადამიანმა უნდა დაინახოს თავისი რესურსების და თავისი შესაძლებლობებიც. ამ ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს თავისი სიზუსტეები კარგად დანახული, ასე ვთქვათ, თავისი ჩრდილი. მან უნდა დაინახოს, რომ თვითონ გამოუტანა განაჩენი რეალურად საკუთარ თავსაც და ამ ურთიერთობასაც, მისი გადაწყვეტილებები ამისაზე, რატომაც დღეს ის ხელფეხშეკრული აღმოჩნდა და აქვს განცდა, რომ წინ ვერ მიდის. მისი ბრალია ის, რომ მის ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ის რაღაცნაირად ვერ ენდობა. ეს ხალხი არის ძალიან ზედაპირული. ამ ხალხთან ისიც კი არ შეუძლია, რომ დაჯდეს და გული გახსნას და გულღიად ისაუბროს პირიქით. ეს არის ხალხი, რომელთანაც მხოლოდ ზედაპირული ურთიერთობაა შესაძლებელი და ანუ მან გააკეთა ეს. მან ჩამოგიშორა შენ როგორც ძალიან გულწრფელი და ნამდვილი ადამიანი და დაიწყო ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან და ეცადა ისეთი ადამიანების შენარჩუნებას, რომლებიც არიან ზედაპირულები და რომელსაც არ აქვთ ის სიღრმე, რომელიც გაქვს შენ.
და მან ეს ყველაფერი უნდა დაინახოს, თავისი საქციელი შედეგები უნდა დაინახოს. მოდი ვნახოთ წლის ბოლომდე როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა და რა მოლოდინი უნდა გქონდეს. წლის ბოლომდე აქ მიჩვენებს შენს კარმას პირველ რიგში, რომელიც გასავლელი გაქვს, შენ მოახდენ შენი კარიერის რეალიზაციას და ისეთ ეტაპზე გადახვდ, სადაც აბსოლუტურად კმაყოფილი იქნები საკუთარი თავით, საკუთარი შესაძლებლობებით. აქ შენ გადადიხარ მაღალ არკანებში, რაც პირდაპირ მეუბნება, რომ შენი სოციალური სტატუსი შეიძლება შეიცვალოს აქ, თუ აქამდე რაღაც საშუალო ფენას მიაკუთვნებოდი, შენ იმდენ რამეს გააკეთებ და იმ ხელოსაზოგადოებაში გახვალ სამყაროს არკანი აქ პირდაპირ ამაზე საუბრობს და ვარსკვლავიც ხო ძალიან დიდ ცნობადობაზე და ავტორიტეტზე მესაუბრება ეს ორივე არკანი ერთად პენტაკლების მეფესთან ერთად რომ ანუ ადამიანები დაიწყებენ შენს დანახვას, შენს დაფასებას, ეს ყველაფერი გაზრდის ასევე შენს ფინანსურ შემოსავლებს და ძალიან დასტაბილურდები და ეს პერიოდი არის სწორედ ამისთვის, ხო, წლის ბოლომდე შენ უნდა იგრძნო თავი ძალიან შემდგარ, ძლიერ და წარმატებულ ადამიანად, იმისთვის რომ შემდეგ შენს ცხოვრებაში დაიწყოს უკვე პირადი ურთიერთობების რეალიზაცია, მაგრამ წლის ბოლომდე ძირითადად ეს არის ის საკითხები, რომელიც შენთვის იქნება აქტიური. სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა ამ გაშლის განმავლობაში, თუ რეზონირდა შენზე ეს ინფორმაცია, დამწერე კომენტარებში, ხოლო პირად სესიებთან დაკავშირებით მომწერე ინსტაგრამზე. აბა შენ ისე წარმატებებს გისურვებ.